ვაჭყონია კოალიცია ცვლილებებისათვის წევრი გვერდდება. მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან სტუმრად. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. რამდენად ფიქრობთ რომ ინფოზე როდესაც რეალურად ბოლო 2 კვარტლის და ზოგადადაც ბოლო რამდენიმე წლის სტატისტიკა მოეწმობთ რომ ინვესტიციები საქართველოში პრაქტიკულად აღარ ხორციელდება თუ საუბრობთ უცხოურ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. ოცნების ხელისუფლებას ბოლო დროს ესეთი გამოკვეთილი ნარატივი აქვს რომ ცდილობს თითქოს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან მოიზიდოს გარკვეული ინვესტორები და ესეც ერთ-ერთი გამოძახილია ამის. რამდენად ფიქრობთ რომ რეალისტურია ეს ინვესტიციები? ხო, მოდი პირველ რიგში გავქნათ ინვესტიციაც რაღაცა დავყოთ ორ ნაწილად თუნდაც. ეს არის მოკლევადიანი ინვესტიცია, რომელსაც რაღაცა ვთქვათ, გრძელვადაში არანაირი პერსპექტივა არ აქვს და ამ მოკლევადაშიც, ანუ ფაქტიურად რესპონდენტებმა ძალიან კარგად გაშალეს, შეიძლება სარგებელის მოტანის საპირისპიროდ საკმაოდ სერიოზული პრობლემები მოგვიტანოს. ხო, ანუ კომპანია, რომელიც ვთქვათ, სხვა ქვეყნებში იყო შესული და იქ მოუწიათ კონტრაქტის გაწყვეტა, ანუ შესაბამისად ჩვენ აქ არ ვიცით, როდესაც ახლა ჩვენ რაღაც გარკვეულ ხელშეკრულებაზე ვსაუბრობთ და კოლოსალური თანხის მიწა გვინდა რომ გადავცეთ, ჩვენ არაერთ სახელმწიფო პროექტი გვინახავს, სადაც ინვესტიციას უცხოელები გრძელვადიანის ჩაცხმას აპირებდნენ და შემდეგ თქვათ იგივე გავაძევეთ და ასობით მილიონი ლარი ჯარიმების გადახდა გვიწევს. ხა ჩვენ არ ვიცით რა იქნება, ხო, ამ პროექტის შემდეგ. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ინვესტიციას ნებისმიერი ქვეყნიდან ცალსახად მივესალმები, მაგრამ ეს ინვესტიცია არის ძალიან ისეთ მოკლე პერსპექტივაზე. ხო, ანუ თუ ეს რეალურად შესრულდება, ისევ და ისევ არის თქვათ ალბათ იმ ადამიანებისთვის და არა უბრალო მოკვდავებისთვის და არც საშუალო ფენისთვის და ჩვენ ძალიან კარგად ბოლო პერიოდში ვნახეთ, რომ მხოლოდ ალბათ იმ ადამიანს შეეძლებათ ამ ინვესტიციის შემდეგ განხორციელებულ პროექტებში შესვლა, ვინც ალბათ კორუფციით ფულები მოპარეს ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებით, იმიტომ რომ ეს საკმაოდ ძვირიანი პროექტი არის და როდესაც დღეს თქვათ კვადრატულის ღირებულება ელიტურ უბანში სადღაც უკვე $5,000 აღწევს, ალბათ მან კიდევ უფრო მეტი იქნება და შესაბამისად, ანუ აქ არ მგონია მე რომ საქართველოში იყოს, თქვათ, იმდენი ადამიანი, რომ ასეთ მასშტაბურ პროექტში შევიდეს. ანუ აქაც რაღაცა გარკვეული ქვედინებები იქნება, რომელიც თავისთავად ალბათ ამ პერიოდში გამოჩნდება. ასე რომ ამას მოდი ალბათ უფრო ინვესტიციას არ დავარქმევთ. ინვესტიცია არის, როდესაც აქ თანხა ჩაიდება, ადამიანები დასაქმდებიან და ეს გრძელვადიან პერსპექტივაში, თქვათ, მოუტანს რაღაც სარგებელს ქვეყანას. არ ვიცი, ეს საწარმო იქნება, სოფლის მეურნეობის მიმართულებით იქნება, ვთქვათ, რაღაცა, სადაც საკმაოდ დიდი პერსპექტივა გვაქვს თუ ასე შემდეგ. ამიტომ ამას რაღაც როგორც ესეთი ინვესტიციად ვერ უყურებ და ნუ მათ შორის, როდესაც ინვესტორი გარკვეულწილად ეხა რაც უსმინე არის საერთო. ეხა მეორე ყველაზე მნიშვნელოვანს გადავიცით, ბოლო წლების განმავლობაში არც ერთი ჩვენ ამერიკული და ევროპული ინვესტიცია არ გვინახავს, ხო არა? ალბათ თუ გამახსენებთ, გამიხარდება, მაგრამ მეც ნამდვილად სერჩავ და ვერ ვიხსენებ. მეორე დიდი ინვესტიცია, რითიც თქვათ, წინასაარჩევნო თავს იწონებდნენ, ეს არის თქვათ, ყულევის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა. ნავთობ გადამამუშავებელი თავისი აზრით მოიაზროთ, ნავთობი უნდა შემოვიდეს და გადამუშავდეს, მაგრამ ეს იმდენად სწრაფად მოხდა, რომ მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ მან ალბათ უახლოეს 2-3 წლის განმავლობაში ნავთობის გადამუშავება ფიზიკურად შეძლოს, იმიტომ რომ ახალდაწყებული პროექტი არის. ანუ აქაც საკმაოდ დიდი ეჭვები. ნუ იცი რა, ხა მარტივი არის რა, ეს რაღაც ნებისმიერი პროდუქცია შეგიძლია საქართველოს შემოიტანო, შემდეგ გადმოყარო, შეფუთო და დაარქვა, რომ ეს არის ქართული პროდუქტი. ანუ ამიტომ ესეც რაღაც გარკვეულწილად, ანუ ფულის გასათეთრებელი წყაროა, ჩემი მოსაზრება ეს პირადად და მით უმეტეს ჩვენ როდესაც უყურებთ, რომ შემოდის რუსეთიდან, როდესაც უყურებთ, რომ აქ პარტნიორები არიან გრუს თანამშრომლები, რომლებიც არიან, არ ვიცი, პერსონა ნონ გრატა სრულიად მთელი მსოფლიოსთვის და რა თქმა უნდა ის კომბინაციაც ვთქვათ ეხლა რაც ჩატარდა კი რაღაც არ ვიცი შეიძლება რაღაცა მინიმალური სარგებელი ბიუჯეტს მოუტანოს მაგრამ ამას გაცილებით მეტი სარგებელი მოაქვს ჩვენი ოკუპანტი ქვეყნისთვის და ცალსახად აზიანებს ბიზნეს კლიმატს ეს არავის არ ეგონოს რომ გეკითხოთ ზუსტად აი ბიზნესი რომელიც უყურებს აი ამ სიტუაციას სადაც სულ უფრო მეტი საეჭვო პროექტი ჩნდება საეჭვო ინვესტორი ჩნდება უпростоრად საერთო ინვესტიციების საერთოდ არ ჩანს და უცებ ჩნდება რაღაც უზარმაზარი ინვესტიცია რომელიც არავინ ისის რა იქნება და თან საეჭვოა ჩნდება გაურკვეველი ასე ვთქვათ
გადაზიდვები, მათ შორის რუსული ნავთობის ჩნდება, იგივე ფულის გათეთრების რაღაცა უზარმაზარი სქემები, რომლებსაც თითქოს საგამოძიებო უწყება იძიებს მილიარდობით დოლარის შემოდის თურმე საქართველოში, რომ საბაჟო უწყება ამის შესახებ ინფორმირებული არ არის. ამას ემატება თვითონ ეს გენერალური იზოლაცია დასავლეთისგან, რაც უკვე დიდი ხანია ფონად გასდევს ბიზნეს კლიმატს და აი ამის შემხედვარებით ბიზნესს როგორი განწყობა აქვს ან რა ტიპის ბაზარზე ოპერირებს დღეს ქართული ბიზნესი? რა თქმა უნდა, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც პროევროპულ ბრენდებით არიან წარმოდგენილი ჩვენ ქვეყანაში, რომლისთვისაც თქვათ ლეგალური ბიზნესი არის პრიორიტეტი და თქვათ მათი შემოსავალი წლიური შეიძლება გაცილებით უფრო ნაკლები იყოს ვიდრე დღევანდელი სახელმწიფო ჩინოვნიკების თუნდაც იგივე ოჯახის წევრები დადიან რაღაც ფეშენებელური ვილებში ცხოვრობენ და რაღაცა ბრენდირებული მანქანები დადიან. ნუ რა თქმა უნდა ეს საკმაოდ მძიმე საყურებელია და ჩვენ გვახსოვს რომ ძირითადად ორიენტირი 2013 წლამდე იყო საერთაშორისო მსოფლიო ბრენდებზე აღებული და არაერთი მსოფლიო ბრენდი შემოვიდა, თუნდაც შევარდნაძის დროსავე იყო, საქართველოში შემოვიდა მსოფლიო ბრენდები. ხა რეკლამაში ჩამოთვლება, ამიტომ არ დავასახელებ, თუნდაც აგერ აი ეს ორი ბრენდია, ეს ერთი ბრენდია, ვიღოთ ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც აი მაშინაც კი გაცილებით უფრო ღიად იყო კარები გაღებული ამერიკისთვის და ევროპისთვის და შევარდნაძის პერიოდში, როდესაც სტაგნაცია იყო, წია იყო, რაღაც გარკვეულწილად და კორუფციის ჭაობში ვიფლებოდით, მაშინაც კი ვთქვათ ესე აშკარად არ იყო აქ რუსეთის გავლენა, რასაც დღეს უყურებთ. ანუ ეს ხო აბსოლუტურად წარმოუდგენელი, ანუ ეს შეიძლება ერთის მხრივ იყოს მიზანმიმართულად დღევანდელი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიმართ, რომ თავიდან ბოლომდე თქვა კარი ჩაგვეკედოს ცივილიზებულ სამყაროსთან და თავიდან ბოლომდე ორიენტირდეთ, თქვა იგივე აზია იქნება ეს თუ ჩვენ ჩრდილოვან მეზობალთან. ახლა სამწუხაროდ დღეს რო გადავხედოთ სტატისტიკურად, იმდენად მაღალია ჩვენი დამოკიდებულება რუსეთის ბაზარზე, როგორც ექსპორტის კუთხით, აგრეთვე იმპორტის კუთხით, რომ ეს ბაზარი ხვალ ანუ სწრაფად რომ დაიკეტოს ჩვენთვის, ანუ გაცილებით უფრო მძიმე ვითარებას ჩავარდებით, ვიდრე თქვათ ეს იყო 2007 წელს თუ 8 წელს, ანუ ემბარგოს ატარებთ ხა? კი, როდესაც თქვათ ემბარგო გაცილებით რთულ ვითარებას ჩავარდებით, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე თითქმის უკვე ქართული ბაზარი განსაკუთრებით ღვინის სექტორი დამოკიდებული გახდა რუსეთზე. იგივე სამწუხაროდ ჩვენი ფერმერებიც მეტწილად 80% თუ მეტი არა დამოკიდებული არის სამწუხაროდ ჩვენ მეზობელ ქვეყანაზე რიგი ფაქტორებიდან გამომდინარე და მათ შორის იმპორტი ძალიან მარტივი თემა ხარ, რატო გახდა იძულებული სახელმწიფო რომ ფქვილის იმპორტზე დაედო იმპორტის გადასახადი, იმიტომ რომ რუსული ფქვილი რიგ შემთხვევაში შეიძლება იგივე ფასი ღირდეს, ან შეიძლება გაცილებით უფრო იაფი ვიდრე ქართული ხოლბარი და პური მაინც გაძვირდა. ხო, ნუ პური რატო გაძვირდა, ალბათ ამას შესაბამისად ექსპერტები ჩვენ უკეთესად ახსნიან და ახსნეს კიდევაც, ასე რომ რა თქმა უნდა, ხა ჩვენ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი ძალიან კარგ თემას შეეხება, არის რაღაც მიზნობრივ მაჩვენებელთან 3-დან 4%-მდე, მათ შორის სასურსათო კალათაზე რო გადავიდეთ, ჩვენ ვნახავთ, რომ იგივე ხილბოსტნეული კოლოსალურად არის გაზრდილი ზეთი, ხორცს პროდუქტები, რძის პროდუქტები, ამიტომ ანუ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენ შეგვიძლია რეალურად უკვე ძალიან ხმამაღლა ვთქვათ, რომ თბილისი არის ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაზე, კი ბატონო, ამიტომ თქვათ ორ ციფრს ცილდება, თქვათ იგივე სურსათზე მაჩვენებელი, ასე რომ ფაქტიურად ჩვენ მიზანმიმართულად ჩემი პირადი მოსაზრებაა, კარი გვეკეტება ევროპულ, ამერიკულ ცივილიზებულ ქვეყნებთან ურთიერთობისთვის და თქვათ იმ ადამიანებისთვის, როდესაც კარს ვიკეტავთ, ანუ ჩვენ არ ვიკეტავთ, ფაქტი არის, იმიტომ რომ გუშინდელმა დღე კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ თქვათ ჩვენ მოსახლეობა არა, მაგრამ ერთი წელი არის, რაც უწყვეტი პროტესტი არის, თქვათ იმის წინააღმდეგ, რაც დღეს ჩვენ ქვეყანაში ხდება და ფაქტიურად უკვე ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ზუსტად თქვათ ერთ არჩევნებიდან წინა 2024 არჩევნებიდან ერთი თვე იყო გასული, რომ პირდაპირ დეკლარირებულად თქვა ქართულმა ოცნებამ ისმა თავმჯდომარე თუ ვინც არის კობახიძე, რომ ჩვენ წყვეთ ყველანაირ ურთიერთობას 2028 წლამდე თუ 30, ანუ მაგას ხო უკვე მნიშვნელობა არ აქვს, შენ როცა დეკლარირებულად იძახი, რომ შენ სტრატეგიულ პარტნიორთან, ანუ რომლისთვისაც, ანუ სადაც ჩვენ რომელი ოჯახის წევრიც ყოფილიყავით,
ერთი საუკუნის წინ დაიწყო ამისთვის ბრძოლა და დღეს, ანუ როდესაც ყველაზე ფართოდ გაღებული კარია და გვეუბნებიან, რომ მობრძანდით, ოღონდ უბრალოდ დაიხურეთ ჩვენი ქუდი და იმ წესებით მოიქეცით, როგორც უნდა იქცეოდეს ნებისმიერი ქვეყანა, ვისაც ჩვენ ოჯახ შემოსვლა უნდა, ანუ რა თქმა უნდა ეს ცალსახა. ეხლა მოდი ყველაზე ესეთი საინტერესო მაგალითი მოვიყვანოთ, თუნდაც როდესაც ჩვენ ინვესტიციებზე საუბრობთ, ხო, რომ ანუ აი მაგალითად ეხლა ვენესუელაც, ხო, ვენესუელაზის ნავთობზე და არის, არ ვიცი, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანა შეიძლება იყოს, მაგრამ მისი მოსახლეობა არის 4-ჯერ უფრო გაუბედურებული ვიდრე ჩვენ, იმიტომ რომ ავტოკრატიული რეჟიმია, დიქტატურა არის, კორუფცია ყვავის და არის რუსეთის გავლენის ქვეშ. ანუ ჩვენ თუ დროულად ის რეჟიმი, რომელიც დღეს მართავს და რომელსაც უნდა რომ მოგწყვიტოს თავიდან ბოლომდე, თქვა ცივილიზებულ სამყაროს არ შევცვალეთ, რა თქმა უნდა, თავისთავად ჩვენ საკმაოდ ისეთ რთულ ვითარებაში ჩავარდებით, იმიტომ რომ გეოპოლიტიკურად ჩვენც თქვა საკმაოდ ერთის მხრივ ძალიან რთულ ადგილას ვართ, მაგრამ ამავდროულად ძალიან პრიორიტეტულ და მნიშვნელოვან ადგილას ვართ ევროპისთვის და ვფიქრობ, რომ ეს მარტივად, თქვა, ჩვენი ჭრილოვანი მეზობლის მხრიდან ჩვენი ჩახლაპვა ვერ მოხდება და დიდი იმედები გვაქვს, რომ ისევ ჩვენ ცივილიზებულ სამყაროს დაუბრუნდებით, იმიტომ რომ იგივე ბიზნეს სექტორი მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ აქტიურად მუშაობს თავის უცხოელ პარტნიორებთან, საკმაოდ ისეთი აქტიური კომუნიკაცია აქვს, კი გასაგები არის, რომ აქ რაღაც ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ეს ეკონომიკური ზრდა არის ციფრებში და ეს ეკონომიკური ზრდა არის მხოლოდ და მხოლოდ რამოდენიმე ადამიანისთვის და ეს რა თქმა უნდა მოსახლეობის მასაზე თავისთავად არაისახება. ეხლა როდესაც ჩვენ შეგვიძლია 10 ადამიანზე ვისაუბროთ და ერთს კონდეს 10,000 ლარი ხელფასი და 900 კონდეს 1000 ლარი, ვიტყვით, რომ საშუალოზე რო გადავიყვანოთ, მაღალი ხელფასია. ამიტომ ეს უბრალოდ ციფრები არის და სწორედ იციან მანიპულირება, როგორ მოახდინონ მოსახლეობაზე, რომელსაც სამწუხაროდ ამის ცნობიერება არ აქვს და უბრალოდ ციფრებით ეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგად არის, ინვესტიციები შემონდეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში საკმაოდ მძიმე ვითარებაში ვართ ეკონომიურად, ვიტყოდით ჩვენი ქვეყანა და სად გასკდება, რა იქნება და ეს როდის მოხდება, ალბათ ბიზნესი საუბრობს უცხოელ პარტნიორებთან, მოკლედ დაასრულეთ, მე რა ფიდბექს იღებენ უცხოელი პარტნიორებისგან. იცით რა, ნუ ჯერ კიდევ მყარად გავართ და ეს უცხოელი პარტნიორები რაღაცა თავისთავად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხაზი არის, მე ვიტყოდი ბიზნესი, რომ ის, თქვათ, იგივე საერთაშორისო ბრენდები, რომელიც ჩვენ ქვეყანაში არიან წარმოდგენილი და რომელს ჯერ კიდევ ინტერესი აქვს ამ ქვეყანაში შევინარჩუნოთ და თქვათ, რაღაცა მათი გადინება არ მოხდეს, აი ამაზე უნდა გქონდეს მაქსიმალურად ფოკუსი აღებული და ჩვენ მოწინავე ქვეყანა ვიყავით, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით კორუფციასთან ბრძოლაში ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული. მათ შორის თქვათ იგივე საგადასახადო რეფორმებით, საბაჟო რეფორმებით, მაგრამ ეხა ბოლო პერიოდში, როდესაც უყურებთ, რომ 2 მილიარდ ლარზე მეტი 2 წელიწადში თანხა უცხოურ ვალუტაში შემოვიდა და ჩვენ ქვეყანაში გათეთრდა, რა თქმა უნდა, ეხლა ძალიან რთული არის ზოგადად რაღაცა სანდოობაზე შენ ქვეყანაში საუბარიც, რომ მე ძალიან მიჭირს რაღაცა გრძელვადიან პერსპექტივაში გადებითად შევხედოთ ყველაფერს. მაგრამ ნახოთ, მადლობა. მადლობა მოწვევისთვის. სივაჭყონია კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი გახდათ ჩვენი სტუმარი.